მოგესალმებით. დღეს ვიწყებთ ახალ ჯგუფთან, ახალ თემებს, მართვის მოწმობის თეორიასთან დაკავშირებით და აქვე მინდა გითხრათ, რომ მართვის მოწმობის თეორია შედგება 25 არგუმენტისგან, თითოეულს აქვს თავისი ქვიცები, თავისი ბილეთები, სხვადასხვა რაოდენობის და დღეს განვიხილავთ პირველ არგუმენტს La strada. რა არის strada? გზა, ანუ სავალი ნაწილი. La strada, ანუ გზა არის არეა, სადაც მოძრაობენ ვეიკოლი, ტრანსპორტი, პედონი, ფეხით მოსიარულეები და ანიმალი, ცხოველები. გზა, ანუ strada შეიძლება იყოს può essere senso unico, ცალმხრივი მოძრაობის, ან doppio senso di circolazione, ორმხრივი მოძრაობის. ან სულაც იყოს suddiviso, ანუ გაყოფილი იყოს კარეჯადებად. ახლა განვიხილოთ რა შედის აი ამ ყველაფერში, La strada-ში რა შედის და რა ექვემდებარება მას. ანუ როგორც ვთქვით, strada არის ერთი გზის ფენა, სადაც დაყოფილია თავის ნაწილებად. და განვიხილოთ ახლა სათითაო. ბანკინა, გზის ნაპირი, Piazzola di Sosta, გაჩერების ადგილი, სადაც შეგვიძლია რომ მოვისვენოთ დაღლილობისგან, Corsia di Emergenza, La Carreggiata, Sparti Traffico, Pista ciclabile, semiccarreggiatები, ეს უკვე კარეჯატის ნაწილია, Pista ciclabile და Marcia piedi. ახლა განვიხილოთ თავიდან ყველაფერი. ბანკინა არის გზის ნაპირი, სადაც არ შეიძლება რომ მანქანა მიმოძრაოს, Piazzola di Sosta, სადაც შეგვიძლია გავჩერდეთ რაღაც გარკვეული პერიოდის საათის განმავლობაში და არ არის აქ აკრძალული რამდენი საათი შეგვიძლია მოძრაობა, Corsia di Emergenza, მხოლოდ და მხოლოდ აქ შეგვიძლია 3 საათის განმავლობაში გაჩერება, ისიც იმ შემთხვევაში თუ მანქანა არის მწყობრიდან გამოსული, ან მგზავრი, ან ჩვენ თვითონ ვართ ცუდად, ანუ მძღოლი თუ არის ცუდად. Carreggiata, Sparti Traffico, რომელიც ყოფს კარეჯატებს, senso di marcia, ანუ იყოფა კარეჯატები მიმართულების მოძრაობის მიხედვით, Pista ciclabile, ველოსიპედის სამოძრაო ნაწილი და Marcia piedi, ფეხით მოსიარულეების სამოძრაო ნაწილი. განვიხილოთ ახლა კარეჯატა. კარეჯატა იყოფა თავის მხრივ, ანუ fa parte della carreggiata. Corsia di Marcia, როდესაც ჩვენ circolazione-ში, ანუ მოძრაობაში შევდივართ, ჩვენი სავალი ნაწილი არის მარჯვენა მხარე და მას ქვია di norma Corsia di Marcia, ან di norma, ასეც შეიძლება ბილეთებში შევხვდეთ. მარჯვენა მხარე არის ჩვენი სავალი ნაწილი. Corsia di Sorpasso, გასწრების ზოლი, მხოლოდ და მხოლოდ გადავდივართ Corsia di Sorpasso-ზე, მარცხენა მხარეს, მხოლოდ გასწრების დროს. Semiccarreggiata, გვხვდება უკვე ორმხრივ doppio senso di circolazione-ზე, ასევე შედის fa parte della carreggiata, attraversamento pedonale და attraversamento ciclabile. Banchina, როგორც გითხარით უკვე, non possono qui circolare i veicoli. აქ არ შეიძლება რომ იმოძრაონ ტრანსპორტმა. არის გზის გარეთ და აქ არ შეიძლება რომ იმოძრაონ ტრანსპორტმა. კორსიები არის შეიძლება იყოს Corsia di Marcia, ჩვენი სავალი ნაწილი, Corsia riservato alcuni veicoli,
გარკვეული სახის ტრანსპორტისთვის შეიძლება იყოს განკუთვნილი კორსია, ეს არის ავტობუსებისთვის ან ტაქსებისთვის მარჯვენა უკიდურეს მარჯვენა ზოლზე. ასევე არის კორსია პერიზვოლტა. ზვოლტა არის მოხვევა, შეხვევა, ანუ შეიძლება იქ აი ეს ისრები ჰორიზონტალური ნიშნები გვანიშნებს იმას, რომელი მიმართულებითაც გვინდა იმ მიმართულებით შეხვევა, მოხვევა გავაკეთოთ იმ მიმართულების ზოლში ჩავდგებით. კორსია პერილსორპასო, ეს უკვე ვთქვით, რომ მხოლოდ და მხოლოდ ვიკავებთ ამ ზოლს მაშინ, როდესაც ჩვენ გვინდა რომ გასწრება განვახორციელოთ. კორსია di decelerazione და კორსია di accelerazione. Accelerazione გვჭირდება იმისთვის, როდესაც უნდა შევიდეთ ავტოსტრადაზე, ანუ ავტობანზე და ხოლო decelerazione გვჭირდება, როდესაც უნდა დავტოვოთ ავტობანი, ავტოსტრადა იქნება თუ extraeurbane principale იქნება ეს სწრაფმავალი მაგისტრალი. Intersezione a raso. Intersezione a raso è intersezione livello sfalsato. Intersezione a raso ნიშნავს ერთ ფენაზე, ერთ ლიველოზე რამოდენიმე გზის გადაკვეთას, ანუ გზაჯვარედინს, რომელიც არის ერთ ფენაზე, აქ შეიძლება შეგხვდეთ ფეხით მოსიარულეთა გადასაკვეთი, attraversamento pedonale, შეიძლება შეგხვდეთ სემაფორებიც, შუქნიშნები, შეიძლება მას არეგულირებდეს კიდეც agente del traffico. მაგრამ განსხვავებული არის intersezione a livello sfalsato, რომელიც არის მაღლაწეული გზები, სადაც ეს ყველაფერი არ იქნება. ანუ არ იქნება აქ, არ შეგხვდებათ attraversamento pedonalები, არ შეგხვდებათ attraversamento ciclabile, არ შეგხვდებათ სემაფორი და არ შეგხვდებათ vigile del traffico. Isola di traffico არის ორი სახის, ერთი არის ერთ ფენაზე, ანუ სტესალი ველოზე, ხოლო მეორე არის რეალსადა, რომელიც ხელს უწყობს მანქანების დივიდერეს, ანუ მიმართულებები, რომ გაადვილოს. არის თეთრი ზებრატურათი დახაზული, რისი გადაკვეთის უფლებაც არ გვაქვს, აქ აკრძალული არის როგორც სოსტა, ასევე ფერმატა. ხოლო რეალსადოს შემთხვევაში აქ გვაქვს ჩვენ სავალდებულო ნიშანი, ანუ ობლიგოს ნიშანი, რომელიც გვეუბნება, რომ პასარე უნდა გავაკეთოთ იმ მიმართულებით, რომელი მიმართულებითაც გვექნება მინიშნება. ერთ მხარეს, ხოლო მეორე მხარეს გვექნება ჩვენ senso vietato, ანუ იმ მიმართულებაში შესვლის აკრძალვა, divietos ნიშანი. შემდეგი გახლავთ სპარტი ტრაფიკო, რომელიც ყოფს კარეჯატებს, აი ეს გახლავთ სპარტი ტრაფიკო, რომელთაც იყოფა კარეჯატები და რა თქმა უნდა მიმართულებები senso di marcia. Zona preselezione di attestamento. ეს გახლავთ კანალიზაციონის ასეც შეიძლება შეგხვდეთ, რომელიც სადაც შეიძლება აი ეს preselezione ნიშნავს, როდესაც ჯერ კიდე შეგვიძლია, რომ ჩვენთვის სასურველ ზოლში, სასურველ მიმართულებაში ჩავდგეთ, მაგრამ როდესაც დავდგებით უკვე წყვეტილ ზოლებში, როდესაც უკვე დავდგებით უწყვეტ ზოლთან, ატესტამენტოს ზოლში, აქ უკვე აკრძალული გვაქვს ჩვენ კორსიების შეცვლა, ანუ გადასვლა სასურველ მხარეს. უნდა გავყვეთ მერე უკვე იმ მიმართულებას, რომელ მიმართულებაშიც ვიქნებით. ანუ არ შეგვიძლია აი ამ ზონა ატესტამენტოში არ შეგვიძლია კორსიების შეცვლა. Centro abitati. Centro abitati ზონაში, ანუ დასახლებულ პუნქტში, ქალაქში, უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, რადგან იქ იცვლება სიჩქარეც, იცვლება პრეცედენტსაც, ანუ უპირატესობის მიცემაც, იქ გვხვდება გარკვეული სახის ტრანსპორტი, სხვადასხვა სახის ტრანსპორტი, ეს იქნება ველოსიპედი, ეს იქნება მოტოციკლი, ეს იქნება ჩიკლომოტორი, ანუ მოპედი, შეიძლება იყოს ბავშვები, იყვნენ დიზაბილები, ანუ ინვალიდები, მოხუცები და უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად. Zona a traffico limitato, ZTL. ZTL-ის შემთხვევაში
აქ არ აქვთ უფლება ყველა ტრანსპორტს რომ შევიდნენ. აქ შედიან ამ ზონაში შედიან მხოლოდ ის კატეგორია, რომელსაც აქვს ავტორიზაციონე კომუნადან, ან ჩამოთვლილი არის აი ამ ტაბელზე, ვისაც აქვს უფლება შესვლის. ესენი არიან Vigile del Fuoco, ამბულანსა და პოლიცია, რა თქმა უნდა, რომელიც თავიანთ სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებენ, ასევე შედიან კარიკოს ტრანსპორტი, ოღონდ მას აქვს თავისი ორარიო და ასევე აქვთ უფლება დიზაბილებს თავიანთი ტრანსპორტით შესვლა, ანუ ზერო იქვინამენტო, რომელსაც აქვს ელექტრომანქანებს რომ ეძახიან. არია პედონალეშიც ასევე აკრძალული არის ტრანსპორტის შესვლა. ერთადერთი აქაც ტრანსპორტ შეუძლია შევიდეს პოლიცია, Vigile del Fuoco, ამბულანსა და თუ კი არის ემერჯენსის მომენტი, იმ შემთხვევაში შევლენ ეს ჩამონათვალი ტრანსპორტი. ხოლო სხვა მსურველს არ აქვს იქ შესვლის უფლება, ერთადერთი შეიძლება შევიდეს კიდევ ინვალიდების, დიზაბილების კალიასკა, რომელსაც თვითონ მართავენ ესეც ელექტროკალიასკები რო ვეძახით. მარჩაპიედი არის ფეხით მოსიარულეთა სავალი ნაწილი. შეიძლება აქ პარკინგი გაკეთდეს მარჩაპიედიზე იმ შემთხვევაში, თუ კი იქნება აპოსტოსტრიშები. ანუ თუ იქნება მისთვის განკუთვნილი ზოლები და პარკინგისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში მარჩაპიედიზე არ შეიძლება პარკინგი გაკეთდეს, ანუ სოსტა გაკეთდეს. მარჩაპიედი თუ არის რეალსატო, იმ შემთხვევაში პარკინგი კეთდება პარალელურად ძალიან ახლოს, მის ახლოს, ხოლო თუ მარჩაპიედი არ არის რეალსატა, ამ შემთხვევაში მე 1 მეტრი უნდა იყოს დაშორებული პარკინგიდან უკიდურეს ნაპირამდე, რომ გაიაროს კალიასკამ ან ფეხით მოსიარულემ, ან დიზაბილის კალიასკამ შეძლოს იქ მოძრაობა. სალვაჯენტე არის Parte della strada realzata, სადაც ვიყენებთ ფეხით მოსიარულეებისთვის ფერმატა გაკეთდეს ტრანსპორტთან, საზოგადოებრივ ტრანსპორტთან, სალირე ან შენდერეს, ანუ ასასვლელად ან ჩამოსასვლელად. მას შეიძლება ჰქონდეს ასევე კოლონე ჯალა ლუჩე ფისა, ანუ აი ეს რეფლექსური შუქი, რომელიც გვატყობინებს, რომ იქ არის სალვაჯენტე. Attraversamento pedonale და attraversamento ciclabile გამოიყენება მათ გადასაკვეთად, პედონების და ჩიკლისტების გადასაკვეთად. აკრძალული არის ტრანსპორტი, რომელიც გაჩერებული არის მათ და მათ უთმობს უპირატესობას აძლევს, რომ აი ამ გაჩერებულ ტრანსპორტს გასწრება გაუკეთოთ. უპირატესობა აქვს პედონეს და უპირატესობა აქვს ჩიკლისტს, ჯერ მათმა უნდა გაიარონ და შემდეგ გაივლის ავტოვეიკოლი, ანუ ტრანსპორტი. პისტა ჩიკლაბილე გახლავთ ზონა, სადაც მხოლოდ შედიან, მოძრაობენ ბიციკლეტები და აქაც, რა თქმა უნდა, აკრძალული არის სოსტა და ტრანსპორტის მოძრაობა. Sede ferroviaria ნიშნავს ტრამვაის სამოძრაო ნაწილს, რომელიც არის გზის შუა ნაწილში რელსები განლაგებული. მას არ არეგულირებს სემაფორი. მის გაჩერებას სჭირდება 8-ჯერ მეტი მანძილი ვიდრე ტრანსპორტს, ამიტომ უპირატესობა აქვს ყოველთვის გზაჯვარედინზე ტრამვაის. ჯერ გადის ტრამვაი და შემდეგ გადის ტრანსპორტი უკვე პრეცედენსის მიხედვით. Passaggio a livello გვაქვს სამი სახის, senza barriere, con barriere და semi barriere. Senza barrieresთან გვხვდება 150 მეტრით წინ გვხვდება გამაფრთხილებელი ნიშანი, შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშანი და აი ეს სამზოლიანი დელინიატორი, რომელიც თითოეული წითელი ზოლი ნიშნავს 50 მეტრს,
100 მეტრი, ანუ 150 მეტრი, 100 მეტრი, 50 მეტრი, შემდეგ არის stop zone და შემდეგ არის უკვე Vicino Binario, არის AIS Sant-Andreas Croce. ასევე გვხვდება Senza Barriereze. ორი შუქნიშანი, წითელი შუქნიშანი ლამპეჯატა, მოციმციმე შუქნიშანი ლამპეჯატა, ხოლო სემი კონ ბარიერეზე გვხვდება ერთი შუქნიშანი ფისო და შლანგბაუმი, რომელიც მთლიან გზას კვეთავს. სემი ბარიერეზე არის ნახევრად შლანგბაუმი, ანუ ერთ მხარეს იკვეთება ცალინ სემიკარეჯატა, ხოლო მეორე საპირისპირო მხარეს იკეტება მეორე სემიკარეჯატა. იზოლა Piazzola di Sosta. Piazzola di Sosta არის სტრადის დაქვემდებარებაში, fa parte della strada, სადაც შეგვიძლია უკვე ვთქვით, რომ შეიძლება გაჩერდეს ნებისმიერ დროს, ნებისმიერი საათის განმავლობაში. აქ გვხვდება ტელეფონი SOS ნიშნით, რომელიც გვაძლევს საშუალებას გამოძახება გავაკეთოთ, თუ კი დახმარება გვჭირდება პრონტო სოკორსო იქნება, თუ სოკორსო ტრანსპორტის გადაყვანის მოთხოვნა თუ გვგონდება, რომ დავიხმაროთ და ჩვენი პრობლემები მოვაგვაროთ. პარკეჯო არის ზონა, სადაც მანქანის დაპარკინგება შეიძლება. რა თქმა უნდა დავrწმუნდეთ, რომ მანქანა მოტორი გამოვთეთ, დავკეტეთ მანქანა და ჩვენი ნებართვის გარეშე არ დაიძვრება. Paso Carabile არის საკუთრების ზონა, სადაც აკრძალული არის სოსტა, ანუ დაპარკინგება. აქ დაშვებული არის ფერმატა, დაშვებულია ასევე სორპასო, მაგრამ სოსტა არა, თუ იმ ოჯახიდან, თუ იმ კომუნადან ჩვენ არ გვაქვს ავტორიზაცია. Golf di Fermata, ავტობუსების ტრანსპორტის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეჩერების ფერმატის ადგილი. აქ ციρკულაციონი დაშვებულია, ფერმატაც დაშვებულია, მაგრამ სოსტა აკრძალულია 15 მეტრით წინ და 15 მეტრით იქით. სოსტა დაშვებულია, მაგრამ აი ამ ზონაში, სადაც ფერმატა არის, იმ ზონაში აკრძალული არის სოსტა. თუ ჩვენ იქ გავაჩერებთ მანქანას, ანუ სოსტას თუ გავაკეთებთ აი ამ ზონაში, პატენტიდან გვაკლდება 2 პუნქტი და ასევე არის ჯარიმა. ეს გახლავთ ჩვენი ახალი გაკვეთილი და შემდეგ მეორე ნაწილს უკვე ავხსნით მეორე გაკვეთილზე. გმადლობთ ყურადღებისთვის.